უძველესი ეგვიპტიდან და შუმერიდან და ბაბილონიდან დაწყებული დღემდე სტრუქტურა არ შეცვლილა, უბრალოდ გადაერქვა სახელები და დღეს ქვია დემოკრატია. მთელი ეს სისტემა დგას განათლებაზე, ანუ ბავშვის ფსიქიკის დანგრევაზე. ეხლა ბევრად უფრო გამძაფრებულია ეს, იმიტომ რომ მე-17-18 საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც შეიქმნა უშუალოდ ეს ტექნიკა, საკლასო საგაკვეთილო სისტემა. ანუ პლატონმა შექმნა აი ეს არასწორი განათლების იდეა და კომენსკიმ შექმნა ტექნიკა. როგორ უნდა ეს არის brainwashing-ის ტექნიკაა რეალურად, როდესაც შენ ზიხარ 20 თუ 40 სხვა ბავშვთან ერთად და გამუდმებით ჩაქჩიჩინებენ რაღაცას. და შენ არ გაქვს იმ ინფორმაციის გაკრიტიკების უფლება, რასაც ჩაქჩიჩინებენ, შენ გაქვს უფლება მხოლოდ რომ დაიზუთხო და დაეთანხმო, შენ გაქვს უფლება, არა გაქვს უფლება რომ კრიტიკულად შეხედო იმ სისტემას, რომელშიც ხარ, იმ მეთოდს, რომლითაც გასწავლიან. შენ ბავშვი ხარ, მაგრამ მშობელსაც არა აქვს ამის უფლება. მშობელსაც არა აქვს და არა გაქვს უფლება, რომ გააკრიტიკო თვითონ მასწავლებელი, დირექტორი, ანუ უბრალოდ კრიტიკულად შეხედო, ან შეეწინააღმდეგო და უთრავ ეს შეიძლება ესე არ არის, იცი, მე ესე ვფიქრობ. ანუ ეს არის სრულიად ტოტალიტარული სისტემა. იმას, რასაც ჩვენ სკოლას ვეძახით,